თბილისში вообще ის რა ქვია ბოკერიას ხონდა ბოკერიას კი უნდა ყველაფერი სწორია რაღაც რევოლუციური სცენარისა ესე იძახის მაგრამ მე იძახს რომ აი თუ რევოლუციური სცენარი გამოდის ხონდა მოემზადოთ მე კოალიციებს და ვისაც კოალიციებს უნდა მომზადებენ მოემზადოს მე არ ნერსულიანობა კოალიციების მომზადებით მაგისთვის არ ვიძახი რას ნიშნავს კოალიციების მო კი გეთანხმებით ამიტომ აკაც მზად უნდა ვიყოთ ეგეთი იმისთვის ჩვენ ახლა ეს вообще ეს ლაპარაკი რომ კი მაგრამ ჩვენ ხო ის სცენარიც უნდა გქონდეს ამიტომ უნდა დავიტოვოთ გზა და კოალიცია ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია მაშინ გავაკეთოთ კოალიცია იმასთან კახი კალაძესთან პავლოსანიასთან იმასთან ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი ხო და აი როგორ გავაკეთოთ მაგაზე მთელი ისა ფიქრობდა აი რომ რადაერად გავაკეთოთ მაგას ჩვენ ამჟამად რევოლუციური ვითარებაში ჩავატაროთ ბარჩევები რა რომ ხალხის აღკინების პროცესი ისე მოედებენ და მე უკვე ესე ნებო რევოლუცია ამჯერ მოსკოვი აქ მოხდება მოხდა ლეგისტრატი კადაფი უნდა გამოაცხადოს და ჯოხი წარჩენა მოხდა კაია რომ ჩვენ ეგრე ფიქრობ და მე უკვე უმეტესობა ეგრე ფიქრობს просто იმათაც უნდა ღიად რაღაც სკოლაში მოვარდოთ ეგრე ხო და ის რა ქვია თავი რუსთავი მოაწიფა აბარა ეკვალიტარი ვაჭრობა და ტრეიდოფები და იქით აქეთ და რაღაც საზღვარი ხო და თქვენ უნდა აიღოთ ინიციატივა რა მე მგონი და კარკოს და შექმნა ჯგუფი კარკო ესა რა ქვია ბეჟაშვილი ვიღაცები ვინც არის რადიკალური გაწმული და ვიდან უნდა შევაჯოთ მაგ თემას ეს კაცი რუსთავის ხალხს ავსივანიშვილის საქმე არის ასეთი აქ დაყო ფინანსები აფინარი უნდა მისცეს კაცი ფდეში 2-3 თვიანი აქცია და გამიჯდება 200 კაციანი კარული ჩემპიონატს ეს ჩემპიონატი სადაც გადიმოს მე მგონია რომ მართლა ეგრე ჯობია რა ეს კაკოა რევოლუციონერი სცენარი უნდა სხვანაირი არ ვიყავ სხვანაირი კაკოს ინტუიციას ვენდორიცია გამოვიყურებთ უყურე დამარცხებულები და ამიტომ კიდევ ბევრი ხალხის მობილიზება არა მოგვიგებენ ყველა ვარიანტი მოგვიგებენ არჩევნებს ეს ვიცი და შეიძლება პარაშენკოს არის რა პარაშენკო მესიჯა 5-4 საათი და ეხლა კიდე მესიჯა დილის შუა საათი